დილა მშვიდობის ძვირფასებო. როგორ ახართ, როგორ გიკითხოთ. თმას ასე არ გავიკეთებდი, მაგრამ დავიბანე დილით და ამიტომ გაშრება მე რა ვიცი. იქ დაგედე და სადმე ფეხსაცმელებთან. სხვაზე ვიყავით გუშინ და წუხელ ღამე. ხოლოდ ანზე გადავივლით, თმა არ დამიბანია მოკლედ თავი. იმდენად დაღლილი ვიყავი და რამ დაგღალაო თუ მეტყვით, იქ კი არ დავიღალე. აქ დავიღალე, იმიტომ რომ ჯერ ვიყავით ცეკვაზე, ანუ მე ვიყავი ჯერ ცეკვაზე. მერე ყველაფერი მქონდა გარეთ. ანუ საბნები, ბალიშები, მოკლედ ყველაფერი. ხო და ესენი უბრალოდ შემოვყარე. იმიტომ შემოვყარე, რომ მოხანი ეს ლეიბიც ერთი მაგ დარჩენილი აქ, ერთი ქვეთ. ზედა გატანილი მაგ. იმიტომ რომ გუშინ ერთი გავიტანე. დღეს მეორე. ანუ გოდესი და ერთი დიდი ლეიბი ეტევა. მაგრამ მეორე ეს ორიანი ყველა ერთად ვერ მანდ. აქედან გამომდინარე არის, რომ გუში რომელიც მქონდა გატანილი აგერ არის და დღევანდელი. დღეს გავიტანე გუში რომელიც ვერ გავიტანე, მოკლედ. აქედან გასაგებად ვამბობ. საერთოდ არ მინდოდა ამის ასმა სიმართლე რომ გითხრათ და ასეც დამიმთავრდა. ტენსია და ეს მიხდება. კი, იქიდან არაფერი არ მოგწონთ ზოგიერთებს, მაგრამ ჩემი სახე ვისაც გახსოვთ, მე რომ გამიფუჭდა მერე საცოდაობა რომ ჭირდა და არ ვიცი ეს რამ გამოიწვია, თუმცა კიდევ რას მივხვდი. მარტო კრემები ვერ, რომ არა რომ არ დამეცვა მე ის კვება, ანუ კი სახესთვის არ მქონია განკუთვნილი და ეგ პირობა იყო, რომელიც მე შევასრულე, მაგრამ რომ არა ის მე ვფიქრობ, რომ კიდევ ისეთი სახე მექნებოდა. ასე რომ კვებაზეც ბევრი რამე არის დამოკიდებული. წავუსვი ზეთი, მაგრამ არაფერი სხვა ზეთი, აი ეს როზმარინის ოდნავ წავუსვი. წავედით. ასე თუ ისე აქ დალაგებული მაქვს. რას ვტოვებდი ახლა?
დადაგე ხო პერი მაგდა დასაწმენდი ვიცი შენ რა გინდა შენ არ გექნება ხო პერი მაგდა დასაწმენდი ეხლა მოკლედ ეს ყველია ჩამოსულა იმისი ეს გატეხილია ეს თასი ვერ გავიგე გატეხილია ყველა ჭყინტი მქონია არ მახსოვდა ამდენი ჭყინტი თუ მქონდა მართლა არ მახსოვდა გოდე წვნიანის გავაცხელებ ცელოფანია ბავშვებმა მომიხიეს და მე მეც დავუყევი პერი მართლა საწმენდი და იატაკებსაც გამოვუსმე იატაკებსაც გამოვუსმე ხელკი გამოუსვა და მაინც აქამდე ფეხსაც მითრო დავდივართ სჭირდება ახლა ეს გაწმენდილი მაქვს მე უბრალოდ ტვერია აი ეს ფანჯარა რომ მაქვს მოღებული რომც არ იყოს რაღაციმე აქვს უმტვერია ხალხო თავიდან არ მჯეროდა როცა ყვებოდნენ და ეხა მე რო ვცხოვრობ უკვე ხედავ ყველაფერს მე ვიძახი განააღიძახი რატომ არ მჯეროდა ხო გასარეცხები მიდევს სალათი დავაჭერი და იმისია აქ რიცე მაქვს რომელიც მაცივარში მქონდა და რომ არ ვიცი ვარგა თუ არა და რატო გავაღეს საერთოდ აი მის კარები იმდენად სიცხე შემოდის იქიდან რომ მეტი არ შეიძლება კარგი რა მიდოდა ამას არა ეს ჩავას ხალხ იმას დადეკა ხო რომელი წილია ვიცი დედიკო სელოჩკა უნდა გავუკეთო მე შენ რომ დაგი პატარა რეისი ცეკის ციტა
უცებ არ გავაცხელებ, იმიტომ რომ არ გამიტეხოთ. კარგი. ეს ახლა მჭირდება ცომისთვის. ცომს მოვზევ ცოტა ბრმომად. ეს არის ლიტრა ნახევრიანი მე მგონი. ლიანად ამისას ცომს მოვზევ. ჯანდაბის და გამა. აი აწმენდე ხა ერთი წუთი. სანამ ამას მასვიზა. მოკლედ ციფასებო. ეხლა მე გავაცხელებ ამ ცნობილსაც დავაცეთ ესე ახალ მოცივაში მქონდა მეშინია. არ გამიტეხოს ის რა ქვია. სამსახური რა ვიცი. აი ესე. ეს ყველი ორი ერთი და კიდე ერთი მიდევსი. მაგრამ ცოტა ლიკას შევპირდი მე მოგცემ მეთქი პიცისთვის. ლიკას გაუჭრი რომ მოვა მე. ხოდა ხასი შემოვიტანე აი ეს ცომისთვის. მე მგონი იმოძის და ხო რასაც მოვზე. ესე მოვზე ეყოფა ამ თასში რაც მოიზილება მოკლედ რა ვიცი ხოდა ზეთი მაქვს კვერცხის ცილა მაქვს სხვა ყველაფერი მაქვს მაიონეზი არა მაქვს ხოდა მაიონეზ გოდეს გავუშვებ მაღაზიაში გოდე წადიდე მაღაზიაში მაიონეზი მომიტანე პატარა კალვესი მაიონეზი და ნაყინი იყიდე თქვენთვის. ო. ისე რა თქვი რომელი მაწვა? კალვე. კალვე? კალვე. კალვე. ხო. და ისა. ნაყინი იყიდე თქვენთვის. 4 იყიდე ერთი ნიტასთვისაც. რა? მიდივარ? სადმე? სადმე არ მივდივარ, თორე ყავაზე მოვა ლიკა და 4 იყიდე. გეგას სენდვიჩი და 2 სენდვიჩი. ნიტას უყვარ სენდვიჩი არ ვიცი. 3 სენდვიჩი. არა, მე არ მინდა. აი, ანუ თქვენ ორისთვის ჭიქა და 2 სენდვიჩი. 2 სენდვიჩი და 2 ჭიქა დედა. მე არ მინდა. მაიონეზი არ დაგავიწყდეს. რა? ნიტა მესამე არა? 4 ხარ, 4. ხო. მერე გეგას უყვარს სენდვიჩი. გეგა სენდვიჩი იდა? აი, შენ? მაღაზიაში მიდიხარ? შენ? ეგა მე წავიდა გოდეს. არო. გოდე არ ვიცი რა. რას გიშლის ვითხარი ერთი ეს ბავშვი. მე მინდა მარტო. ისე. გოდე. სანდვიჩი მინდა. გოდე. ერთი ის მომიტანე ენერგეტიკული მე. ეგა. ეგა გასკისო.
გინდა ბიჭო რა მასკი საფხულია გახსოვს ერთი მაგერეთი და ერთი მას ცივი იცოდე არ მითხრე ხო ორივე გასარეცხიაო ერთი დევს აქ აი კიდე კაი აქედან გავიყოლეთ ანიკო დეიდასთან გავაჩერებია უბრალოდ რა შეგვედგა მუხრანი მეუბნება რომ თუცებიდან დროულად არ მოხვალო ანუ სახლში მზად არ დამხვდებიო არ წაგიყვან ხო და მოკლედ მივედით თუ არა უკვე 5 საათი რო სრულდებოდა და 5-ზე გამოდის მუხა მე უკვე გამოქცევის პირას ვარ და ხოდა მოვედი თუ არა ეგრევე ლეიბები საგნები ტანსაცმელები თუ რამე გარეთ იკიდა ყველაფერი უბრალოდ მოვხსენით და დავყარეთ იქეთ საწოლოთში დახლა ხო იცით რაც აი ეგ ვერ მოვასწრებდი ვერანაირად 15 წუთში ვერანაირად ვერ მოვასწრებდი რომ ის მეკნა ხოდა გამელაგებინა რა მოკედა მდენების მართლა ვერ მოვასწრე წავედით მოვიდა მართლა მოვიდა პრობლემით მაგრამ არ ვიცი ენდომება თუ არა ამის თქმა ამიტომ არ ვიტყვი თან რამე პრობლემა თუ გვაქვს და ლამბო მე ამას ეგრევე რაღაცის გამო ამბობოდა არ მინდა თქმა საერთოდ და იყოს ეგრე მაგრამ მაინც წავედით რა მოკლედ დამრჩა მუხასი შორტი მოკლედ გამოსაცვლელი всё ისადო ხოდა სად იყო 1-5 წუთი უკვე გავლილი გქონდა მანქანით და მოbrunდა მოგიდო ხოდა პირველად მოხდა ძვირფასებო რომ მე საცურაო კოსტუმი ვიყავ რა თქმა უნდა მოსაცმელი რო აქვს ეგეთით ვიბანავე პირველად მოხდა რო ვუყურებ ვიდეოში რომ ხედავ იმდენად არ ჩანს ისე კარგად სარკეში რომ უყურებ შენს თავს მაგრამ საცურაო კოსტუმით მართლა რა ვიცი არ ვიცი თან ჩემი ბავშვები ეგეთები იყვნენ ვაუ დედიკო როგორ გიხდება ესეთები იყვნენ და ვიდეოში მაგ ვაუს მე ვერ ხედავ ხო მოკლედ ვერ ხედავ მაგ ვაუს მაგრამ მთავარია რომ შეგძელი და ვიბანავე მაგით
მოეწვეთა პირდაპირ ძალიან ცუდად ასხამს მაგი ძალიან ცუდად უნდა გამოვცვალო თან ამას რომ უყურებ აქედან ჩამოსული წყალი აღარ მინდა დასალება ეხა მაგრძე ოდნავ რომ შეგრილდება გადმოვიტან აქ იმიტომ რომ ეს რძე უნდა ვნახო ეს მოდუღებული მქონდა და წესით არ უნდა გაფუჭდეს ეს ყველებიც ეხა უნდა მოვათასო თასში ანუ ამას ყოველდღე ჭამეხლა და ამასთან ერთად მე რომ მივირთმევ რამეს მატება არ მაქვს და ვინარჩუნებ ჩემს 47,950 გრამს მაგრამ წესით იმიტომ ვიწყებ ამის ჭამას თქვენ არ გააკეთოთ ყოველდღე იმიტომ რომ ყოველდღე არ ამბობენ ამას ვისგანაც მე ეს გავიგე რომ ეს ყოველდღე უნდა მიიღება არა ყოველ მეორე დღე თუ ვინმე გააკეთებთ ამას კლებისთვის იცოდეთ რომ არ უნდა ქნათ ყოველ დღე ჩემსავით მე არ მომბაძოთ ამ მხრივ რომ მე ცუდად ვიქცევი ხო ეხლა რა მიგება ვერი მაგ კონტეინერში არ ჩავა აი ესე თასს მოვიტან ეს ოთხი მაქვს ესეთები ოთხი მაქვს სამსახურით რო კაი გოგო ესეთი ფერებშიც იყო ვარდისფერში იმაში მაგრამ თუ შევძელი ხოლმე ესე ფულის გადანახვა ან გადადება კიდე ვიყიდი ისეთ ზოლს წითელს იმასაც სხვა ფერი არ მინდა მე ძალიან ესეთი გოგო ვარ აკვიატება რომ ვიცი ეს ახლა რომ გამომიგზავნა ის ყველია ჩემმა დედამთილი გაყინული მქონდა და გუშინ გამოვიღე ამიტომ ესეც ჩავა აქ ხურება და ეგარი ესეც ასე სამი ჩავიდა დედიკო ხო დედი მოიტანეთ მაიონეზი კი ხუთი ხაჭაპური მას გამოსაცხობი და ხუთ ხაჭაპური ეს ყველი სადღაც იქ ერთი რომ აქვს ისე სადღაც შვიდს მაინც უნდა იყოს იმიტომ რომ მუხას უნდა გამოვუცხო მუხა დაადაცნო მოდიან და შეჭამონ ან აქ ან
ხო და ამიტომ ეგა შენი საყვარელი. მადლობა ჩემი საყვარელი. ცივი არ არის ეს ბიჭო? რა. არის ცივი. ჩემი დედამთილი აპირებს მოსვლას, მაგრამ არ მეუბნება როდის. ხო და მე ვიძახი, დარჩები მეთქი ყავის ამარა. ცივი არაა. მომეცი გავაციო. მე ვთქვი ცივი მომიტანეთ მე. ცივი. ხო და სულ დადი ვარ იცით. სულ გადარდენებზე რომ ვარ იცით. ვიდეოებსაც ვერ წერ, ამას რო ხედავთ. ხო და გეგა შენი ნაყინი სამი მოიტანე? რამდენი ნაყინი მოიტანე? არტას ჭიქის რო უყვარს, რატო მოიტანე სენდვიჩი? მე ხო გითხარი 2 ის. სამები და 10. მოცდა 5 ლარი უნდა დამედო. მოკლედ ეხა მოვყვები თუ არ მომიყვალი, არ მახსოვს მოვყევი თუ არ. ცეკვის მხრივ რომ მივდივართ 25 ლარი უნდა დამედო საჯირის ფული. და შარშან კილო ნახევარი ყველი მომცეს და 5 ხაჭაპური უნდა გამომეც. ფული დავდე და ისე მოკლედ. ფული რო დავდე ისე კილო ნახევრისგან უნდა გამომეცხო 5 ხაჭაპური ხალხო და არაფრის დიდებით 2-ს გამოვაცხობ და 5-ს ვერ. გინდა გამლანძღეთ, უნორმო მიწოდეთ, მაგრამ მე ვერ ვაცხობ და რა გავაკეთო? ვინც აცხობს, ბრავო ყოჩა. მეც მასწავლეთ, მაგრამ მე ვერ ვაცხობ. ხედავთ არ როგორ ხელებს აცხობ, მაგრამ ყველს უტენი ხოლმე, სულ გუნსაც ვახერხავ. რაც ყველი მქონდა შარშან, ჩემი დედამთილის გამოგზავნილი ყველა გამოვაცხე, ანუ ყველა გამოვიყენე. დაჟე ჩემთვის სასახებადაც 3 გამოვაცხე, 5-იც გამოვაცხე, ლობიანებიც რამდენი გამოვაცხე იცით? ხო და მოკლედ წელს არ დავდებ მეთქი. მიეცი. ხო და ის მეთქი რა ქვია? ბრაზრი აქ მეთქი, რომ აი ფული მოვცეთ და მე მაინც ყველი აქეთ უნდა მომცენ და კილო ნახევარი რო არ მრგებოდა წელსაც 5 ხაჭაპური უნდა გამოვაცხო. ბიჭო, მოყვილი. რა არის? ბრაზრი აქ მეთქი, ფული მოვცეთ, ყველი იყიდო და ყველი მომცეთ. მე მექნება მეთქი ყველი, მე გამოვაცხო და ფულს არ დავდებ, იმიტომ რომ სალათსაც წარმომიღებ. ანუ ჩემი ხარჯებით გავაკეთებ მეთქი და მაიონეზით უნდა წავიღო, იმ სალათს გავაკეთებ, რომ ვაკეთებ ხოლმე, ხო იცით? კომბოსტოს და სტაფილოსი. იმას გავაკეთებ, ვისაც ენდოვება მაიონეზს ჩავიდებ, რა თქმა უნდა, ამას არა რომ გავხსნი, ვიყიდი კიდე და იმას. ხო და კი მეუბნებოდნენ გოგოები, მეტი დაგიჭირებაო და არ ქნაო მასეო, მაგრამ არა მეთქი მიმუთხარი, იმიტომ რომ არ მინდა ცოტა ყველი შემხვდეს ისევ. მერჩინა მე მაქვს და ფული არ მიქნება დასადები და ეგ არის. ჩემი სურვილი იყო, რომ ჩემით გავაკეთებდი ხარჯით. არავისაც დაუძალებია, არ მომთხოვია და ასე შემდეგ პირიქით. ხო და მოკლედ. უნდა გამოვაცხო 5 ეს იქაურობისთვის 5 სხვა აცხობს. მერე პლუს გზად ბავშვებისთვისაც რაღაც რა გეგა ლობიანის გარეშე არ ვარ გადა ლობიანი სხვათა შორის ხებმაც მომიცეს ზაკაზი ხო გამოაცხობო წელსაც ლობიანებსა და ვეცდები რომ გავაკეთო ხალხო. მაგრამ ჩემი მინუსი ის არის რომ მე მიყვარს ყველაფერი რომ
აი ცხელ-ცხელი მიმაქ და დილით უნდა გავაკეთო. დილით უნდა ავდგე მაშინ 6 საათზე მაინც ან 7-ზე, იმიტომ რომ 10-ზე გავდივარ, 3 საათში წესით უნდა მოვასწრო. მაგრამ მე ჩაცმა მინდა ბავშვებს ჩაცმა რაღაცა ხო უნდათ. მოკლედ ავდგები ადრე და ისე გავაკეთებ. ისე არ მინდა ეს ცივი ხაჭაპური წინასწრის იმასაც მე რაც შევჭამ, მაგრამ უბრალოდ ადამიანებისთვის რომ მიმართ, მინდა რომ კარგი იყოს, თბილი იყოს, თბილი მაინც. ძველი ვით რომ არ გამოიყურებოდეს, ეგ მინდა. ეგ არის და ახლა ნახეთ, აქ პურები. ამას არ შეჭამენ ხა და საერთოდ პურს არ ვიყიდი. საერთოდ პურს არ ვიყიდი. იმიტომ რომ აფუჭებენ პურს და ყრიან. მოდით ახლა და წვნიანი ჭამეთ. უი, ქაღალდი მაქვს, საყიდელი. პერგამენტის ქაღალდი უნდა ვიყიდო, რომ ხაჭაპურები მე მაგაში გავახვილო. მე კიდე გარედან ჩაისტილოს მოვაფარე, პირდაპირ ჩაისტილო, რომ ადებს არ მიყვარს არა უკვე. ამიტომ პერგამენტს ვიყიდი. ხო, რა მინდოდა თებშები. გოდე! მოდით დედიკო, ეხა შეჭამეთ, გთხოვთ, თორე არაფერს არ გავაკეთებ, ცოდეთ თუ არ შეჭამთ. ახალი კაფა გამოვიყენე. იმიტომ რომ ვიდეოს გადაღებას ვაპირებდი, მაგრამ მე ადამიანი მოვიდა და მე რიდება, როცა არ ვიცი, უნდათ, არ უნდათ ტელეფონის ჩართვა, ვიდეოს გადაღება მაგ დროს მე რიდება. გეგა, მოდით ცოტ-ცოტას დაგისხამთ. გეგა შეჭამე და მოდი გოდეს შენ დაგისხი უკვე. გოდე დროზე. მოკლედ ესე ჩემო ძვირფასებო, ეხა შეჭამენ ესენი და მერე მოვალ მე დრო და დრო მოვალ. აი, დიკას გავძახებ ეხა ყავას მოვადუღებ რა. დავუღებ ყავას. პატარა მონაკვეთს გადავიღებ, მე მგონი ლიკასთან არ მაქვს პრობლემა გადაღების მხრივ. ბედნიერ მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას. სხვა ცივი იყო, ხო, იმის თქმა მინდოდა. ცივი იყო ჩემთვის, რა ვიცი, მე მდინარეზე გაზრდილი ქალი ალბათ ასაკში ვარ და დავბერდი, თორე იმდენად გაყენო მდინარეში მიპანავია, დილით ადრე 7-ზე, 8-ზეც ამდგარ ვარ და გაკაშებისთვის კარგი არისო და ჩავსულვარ მდინარეზე და მიცურავია. თან არა მოვსულ ვარ ისე 1-20 წუთი მაინც. გინდა ეჯერეთ და აი ესეთ ცივ წყალში რომ მიყვარ და ჭყონპალავი ჩემთვის გუშინ ცივი იყო. თმა ძალიან გამიმუხიშა. აი ამათთვის თბილი იყო, მაგრამ საერთოდ სხვა რო ვიცი, რომ უფრო იქეთ მოგვიანებით, მოკლედ აგვისტოში რომ არის თბილი, აი ესეთი არ იყო, ისეთი არ იყო დედიკო, როგორიც მაშინ იყო თბილი. იყო შენთვის ისეთი თბილი? კარგი რა. არა მართლა არ იყო თბილი ხალხი. ეს ხა ჩემზე ახალია და ძალიან კაი ვეჩვათ, მათ შესახები მაქვს. წასასვლელადაც. რას ჩავიცმევ არ ვიცი, მოხამეულება შორტით წადიო, მაგრამ მოკლეა ჩემი შორტი და მოკლედ არ ვიცი. თუმცა შეჩვეული ვარ საუბრებს რომ მესმის რაღაც და დიდად მადარდებს მეთქი მომკალით და არ მადარდებს. იმიტომ რომ ადამიანებს იმ სიბრძენები, იმიტომ აქვთ რომ სულ უნდა ისაუბროს ხებზე თავისი ნაგავი რო გადამალონ და სიბინძურე. ასე რომ რა გავაკეთე. ან თვითონ ჯინსის კაბებს ჩავიცმე მეთქი ჯინსის კაბა რომ აქვს. ისიც მოკლეა, მაგრამ ამაზია მოკლედ არ ვიცი, რასაც ჩავიცმე ეგ იქნება.
პოდიუმზე ხო არ გამოვდივარ. ჩხილები კი მინდოდა, მაგრამ დავხარჯე და ამიტომ ეხა გოდეს დაბადების დღეს ვარ შეპირებული და გამორიცხულია ჩემ ხელფას თითსად დავაკარებ გადადებული მაქვს გოდესთვის. რა არის? შპილი ხორცი არ უნდათ. წვენი ჭარ. მიდი. მოდი მე გაჭვე უკვე. მე გაჭვე, ნახე, ბილს არ გაჭვე. ბილს არ გაჭვე. ყველა ბილი არ იქნება, ბიჭობა მოუხარშავი გინდოდა. აი ესე. ეხა ნიტა რო იყოს, ერთად რო დასწრებოდნენ, ერთმანეთის ჯინაზე ჭამენ და ისე შპილი ხორცი არ უნდა. საძიძგნი რო არის, აი ეს უყვეთ. წავით. ბედნიერად ვეცდები მოვიდა.